Apus Catman. Ti pa pa para pom. Pa 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 para. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა ნაფეტვარიძე და თქვენ ვიმყოფებით ნაფენოს არხს. მოგესალმებით, მე ვარ თენგობანცაძე, იგივე ენო. რა გვაერთიანებს? TikTok. ჩვენ გაგვაერთიანა TikTok-მა. მოკლედ, ჩვენ ვართ ერთმანეთის ძმაკაცები. ძმაკაცები, მეგობრები და უბრალოდ კარგი ხალხი. კარგი ხალხი. და ეს ჩვენი შეკრება და კოლაბორაცია განაპირობა იმან, რომ TikTok-ზე გვამსგავსებდნენ ზოგადად ძალიან ერთმანეთს და ხალხს ჰქონდა ზოგადად ინტერესი რა, ჩვენს გამომწერებს, ფოლოვერებს უბრალოდ Instagram-ზე. ბევრი ძახდა რომ კოლაბორაცია გვინდა თქვენიო და ისაუბრა და გადავწყვიტეთ რომ TikTok-ს გავცელოდით და უფრო სერიოზული მასშტაბის პლატფორმაზე გაგვეკეთებინა ეს კოლაბორაცია. და ეს მაგარი უცებ გაკეთდა. ისე უცებ რომ ჩვენ უბრალოდ როგორ მომენტი იყო, იცით, აი ვზივარ, მეთქი რაღაც უნდა მოვიფიქრო, თენგო მეთქი რაღაც უნდა მოვიფიქრო, ჩანსი აქვს, მაგრამ გამოვიჭრო. დავაი საქმე დავუწყო ბიზნესი წამოვიწოთ მეთქი, მაგრამ ბიზნესი კი არ ვიცოდი რა წამოვიწოთ. პოდკასტი და მოკლედ YouTube არხის იდეა. რატო გადაწყვეტეთ TikTok-იდან YouTube პლატფორმაზე გადასვლა? რატო გადავწყვეტეთ YouTube-დან YouTube-ზე გადმოსვლა უბრალოდ. რატო გადავწყვეტეთ და პირადად ჩემი სურვილი იყო რომ აი 15 წამიან ვიდეოებს გავცელილიყავით და უფრო მეტი გველაპარაკა. იმიტომ რომ სიჩუმით დავიღალე მე მაგალითად TikTok-ზე რა. შენ სიჩუმით ხო? და უფრო საინტერესო პლატფორმაა ჩემი აზრით, თავისუფალი და მეტი დრო გაქვს შენი აზრით დასაფიქსირებლად. და მინდოდა რომ ისეთი რაღაც წამომეწყო, რაც სიტყვაზე მაყურებლის გამოსახედიდან რაღაც უაზრო დროს მოკლავდა ადამიანის სიტყვაზე ჩვენი ვიდეო. მე უბრალოდ მინდოდა რომ ხალხს გავეცანი უფრო უკეთესად ან 15 წამი, აი როგორ იცი მე ხო როგორ შენ თქვი რა, მეტი ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ მართლა გამაჩვენა დამადუმა TikTok-მა და ეს წარწერები მაგრად მომწყინა ერთ და იგივე სულ ვიღაცისგან აღებებ ვიდეოებს და ვიდეოების და ანუ როგორი კონტენტი იცი, ყველასგან იპარავს, გაიგე, ყველასგან და უკვე მომბეს და ყველა ერთნაირი TikTok-ერი ვეჭველი ყველა ერთნაირი. ხო და კიდე რაღაც უნდა მეთქვა, რომ ჩემი აზრით YouTube არის პლატფორმა, რომელზეც მინიმალური ნახვა და მინიმალური ადამიანების აქტივობაც ფასდება რა. იმიტომ რომ TikTok-ზე მაგალითად როცა სკროლავ, შეიძლება შეგხვდეს ვიდეო, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს, ასკროლო, მაგრამ ჩაითვალოს ნახვაში და YouTube-ზე როდესაც სიტყვაზე ერთი ნახვა მაინც აქვს, იცი რომ იმ ვიდეოს უყურა იმ ერთმა ადამიანმა რა. და უფრო რეალური უფრო რეალური კომუნიკაცია რა. ხო, ბაზარია რა, მართალი ხარ, მართალი ხარ. მე ვიდეოებზე ყველაზე მეორე იწერება რომ როგორ გავხართ ერთმანეთს და როგორ გავხართ ერთმანეთს. ვაფშე არ გავარ ჩემი. ზერო. ვის გავარ? მე ვერ მომგვენა. არის მე რა ვაფშე. რა ვიძახიან რომ უფრო ისე რა ვაიბებით. თმის ხაზი. არა, თმის ხაზი მაქვს შენზე. ხო არასხივებს ესე ვიდეო. ანუ განათებას არ აფუჭებ. ცალკე პროჟექტორი ვარ მე თუ რა. ჩემზე ვიძახე. ანუ იმდენად გვაიგივებს ხალხი ერთმანეთთან ყველაზე ხო რომ თმა რო გადავიპარს და ვიდეო რო დავდე TikTok-ზე რა იქ მიწერდნენ კომენტარებში რომ შენ გიწერდნენ უფრო სწორად გადაიპარსაო და შენც მოგიხდება გადაიპარსა. არა თავი გაღუნ ალუმინის ქვაბი ვიდეო რამდენი თავის. არა პროსტა ისე რატო გადავწყვეტ ვინ გადავხატო შენ მithore თმა სულს ხაფავს ისე გუზე მოხდა დედას გეფიცებ მეთქი თან შევწუხდი მე აი მას ესე რო ვიშვები. რას შესთავაზებთ ქართულ YouTube მაყურებელს? რას შევთავაზებთ და ჩემი აზრით ჩვენი არხი არ უნდა შემოიფარგლებოდეს რაღაც ერთი კონკრეტული კონტენტით და რაღაც შემოფარგლულები არ უნდა ვიყოთ რა. ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრ სახალისო და ამასთანავე საინტერესო ვიდეოების გადაღებას და რაც თავარია ეს ყველაფერი იქნება მაქსიმალურად მაღალ ხარისხში. და ხო მაღალ ხარისხის, მაგრამ ანუ როგორიც სერიოზულად უბრალოდ იქნება კონტენტი, რომელსაც ვეცდებით აი მოვაწმოთ ხალხს და უბრალოდ ვიქნებით ადამიანები, როგორებიც ვართ კამერის უკან. ხო, იმიტომ რომ რო ვეცადოთ რაღაც აი სასაცილო გადავიღოთ ისა. უბრალოდ იქნება საინტერესო კონტენტი რა. ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ საინტერესო, ზოგჯერ სევდიანი შეიძლება გადავიღოთ, იმიტომ რომ პოდკასტი რა ყველას პოდკასტი შემოიფარგლება. ინდივიდუალური. ხო, რა ყველას პოდკასტი შემოიფარგლება. აი დამოღამი სულ ცილოს ყველა იღება. მაგრამ ისიც ვახსენოთ რომ მარტო პოდკასტებს არ ვაპირებთ. არა, მარტო პოდკასტებს არ ვაპირებთ. ჩვენ ხო დავწერეთ მაგაზე არცეც რომ ამას პოდკასტი არ იქნება. ეს ეხლა მიყო ჩვენ გადაცემა პოდკასტი თორე ეს უბრალოდ ხალხს თავი რო გავასწროთ თორე. ჩვენ გვექნება შოუებიც, პროგრამებიც სხვადასხვა იქნება, იტოვში იქნება მეგობრებო, ყველაფერი იქნება. შენი რაღა ნახე. საომავლო გეგმები ჩვენი არის ის, რომ შემოგთავაზოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის კონტენტი. შემოგთავაზოთ არა მარტო პოდკასტები და არა მარტო ბანალური და ერთფეროვანი ვიდეოები, ჩვენ გვინდა რომ
ბევრი სახის მასშტაბს გავცდეთ რა. იქნება მოგზაურობები, ცოტა გავუკეთეთ. საინტერესო სტუმრები, ასე ვთქვათ. ცოტა კი არა, ძალიან საინტერესო სტუმრები გელოდებათ სიმართლე რომ. და არა მარტო სტუმრები, მოგზაურობები, ბევრი ვლოგები, რაღაცა და სხვადასხვა სახის შოუები რა. TikTok-ში რო გამოგვიწეროთ, ამ შესაძლებლობას არ დაუშვებთ რა. საზონო, ბაზარია რა ხა. ისინი ჩვენ ვიცით, აი ეს მაგათი კი არა, რო ხალხმა რო გუსუპატიჟებით, ვინ მოდი ჩვენთან შოქში იქნები. თან ეს ეგრევე გეგმა როგორ დავაწყე და ამღამ 5-10 ვიდეო ისე გაგაწყობილი. ნუ, ხო, გაწერილია რა. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში თავი დასაწყისში მაინც არ გავტრუხდები. არა, რას გავტრუხდები? ხარის განახეთ, ხარისხს. ეს ხარისხის შემადგენელი ნაწილი. YouTube-ზე კონკრეტულად ჩემი მიზანი არის ის, რომ იმდენი ფული გამომუშავოთ კონკრეტულად YouTube-ით, რომ აი პატარა ინოტები ვარბენინოთ და ციცაკები ვაჭამოთ. კაი, მოდი ესე სპოილეროთ რა. 10000 გამომწერზე როცა ავალთ, აიხდება ფარდა, რატო ქვია შენ ციცაკა და რატომე ენით. იცი რა ვიცი, მე რასაც უარყოფდი და მე სულ ყველას რო ეჯახებოდი TikTok-ზე, ყველა მოდიოდა და ეხლა. ეგ იმიტომ რომ ინტრიგანი ხარ და YouTube-ია ეს ყოველი ხარ ის ხო არა? აი. კარგი თქვენას თუნე პოდკასტზე გასულ. ბავშვობიდან იყო ჩემი დიდი სურვილი და ოცნება, რომ რაღაცა YouTube-ზე სერიოზული პროექტი დამეწყო ხოლმე და არასდროს არ გამომდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ თავს ვებავდი ასაკიდან გამომდინარე რა. ხო და ეხლა ჩემი პატარა ვერსია რო უყურებდეს ამ სიტუაციას, რომ ეხლა YouTube-ის გადაცემას წე, ჩემი აზრით იტირები. ჩემი პატარა ვერსიას რო ეხლა სადავარ ეხლა და რას ვაკეთებ, მაგრამ ასე мотивაციას გვაძლევს რა. წინ წავიდეთ. სპონსორები. რაც შეეხება სპონსორებს, გახსნილები ვართ ყველანაირი სახის შემოთავაზებაზე მოკლედ. ზუსტად. დაკონტაქტება ჩვენთან შეგიძლიათ აღწერაში დატოვებულ მეილზე. და ნუ სოციალურ ქსელშიც აქტიურები ვართ ყველანაირად. შეგვეხმიანეთ რა. და აქ შეიძლება დავდოთ ლუდის ბაკალი თქვენი ლუდით. მე შეიძლება დებულიყო ბაკალი. მოდი სიმართლე ვთქვათ რომ დაგვრჩა. ხო. და ლურსმნების მაღაზია შეიძლება. და მე მართლა წეგან ხუმრობასავით კი გამოვიდა, მაგრამ მართლა ის მაქვს გეგმაში ზოგადად ცხოვრების გეგმაში, რომ ენოტი უნდა ვიყიდო ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც რა. ენოტი. ბიჭი ბაზარია, ხო მეც მიფიქრია მაგაზე რა. რამდენჯერ ენოტზე მიფიქრე, დიდას გებიცე მიფიქრე რა. ენოტი მაგარ რაღაც არის. ბიჭი მაგრათა მე ვასებოდა ხოლმე სხვადასხვანაირი რაღაც ცხოველები რა. მარტო კატა ძალიან. ენოტი არის ყველაზე დირსკი ცხოველი ჩემი აზრით. ბაზარია რა, ყველა ნაგლი არის. კაი, შეიძლება გავაკეთე. რა ვიცი, მე რას გავაკეთე? არაფერს შევირგებ, მილიონს შევირგებ. რა ვქნა და თელი ცხოვრება ღარიბი ვარ. და მართლა იმდენი ფული თუ ვიშოვე რომ სიტყვაზე რაღაც ის ტრაკინგ ქონდა, გზა უნდა დავაგო ხაშურში. ყველა პონჩი. წყლებს გავიყვანში მე რუსთავში, აი. ეს რუსთაველია მე ხაშურია. ხო, ბაზარია, საინასაა. უყურეთათი აი ესეთ. არა, მომე დავკიდოთ ეგ ვიჯო, მთელი ვიდეო იყო. იწყიდა. დამღალა. ის არის სადგამი აქ თავის კაც. მოყვა ფეხი ვარ. მოკლედ მეგობრებო, ახლა მოვიდა დრო ალბათ დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი, წავიყვანოთ დასასრულისკენ. რისი თქმა მინდოდა მე საბოლოოდ. ჩვენ ამ ადგილამდე სადაც ვიყოფებით ახლა მე და თენგო, არ მოვედით არავის ფინანსებით, არავის დახმარებით. ეს იყო მხოლოდ 3 ადამიანის ჩვენი და ჩვენი პროდიუსერის, ასე ვთქვათ. მოდი ორ წამ, მოდი. 10000 გამომწერზე და კაი, ესეც. ხო და მოკლედ დავაინტრიგოთ ახლა მაშინ. მოკლედ ეგ არის ჩვენი შრომით მივაღწიეთ ან ყველაფერს, რაც სადამდეც მოვიდით რა. ხო და სხვათა შორის ეხლა ჩვენ ამ ვიდეოს წერთ ნაკირავების სტუდიიდან. და დავაანონსოთ ისიც, რომ შემდეგი ვიდეო იქნება ჩვენ საკუთარ სტუდიაში, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენი ფინანსებით, ჩვენი ხარჯებით და ზოგადად ჩვენი წვალებით რა. ერთადერთი ჩვენ გვჭირდება ხალხისგან мотиваცია და ეს мотиваცია გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ გამოიწერონ ნარხი ელემენტარული ვიდეო და ლაიქონ და გამოხმაურება რომ მოყვება, ყველაფერს ჩავდებ მე პირადად. ანუ ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებთ, გავითვალისწინებთ საერთოდ ყველაფერს კომენტარებში. ისიც არ მიგვიღიანას. ხო, ისიც მიგვიღია. აი, ან
ყველანაირ კრიტიკას, ხო. ჯანსაღი იქნება. ჯანსაღი- თავარი არ გვაგინოთ. ხო, თორე გვაგინოთ. დანარჩენი ყველანაირად ყურადღებით მოვუკიდებით და თქვენს ნებისმიერ რაზმს. ჰეითერებიც ისინი ხო, არის. ეგეც რა. ერთგვარი ჰაიპია. ხო. იმედია ჩვენ კონტენტს მიიღებთ კარგად. არ ძალიან მოგეწონებათ. სერიოზულად და არ ძალიან ხო. არასერიოზულად რა. ხო, უბრალოდ გასნობითი იყო ეს ჩვენი პირველი ვიდეო და წინ გელოდებათ ბევრი საინტერესო, როგორც თქვით უკვე, ბევრი სახალისო, ბევრი სერიოზული, მოკლედ დაგაინტერესებთ. ერთხელ ვესწრებით დაგაინტერესებთ. აუ იმას დაუბრიდო. მოკლედ მეგობრებო, მე ვფიქრობ ისე, რომ ჩვენი ვიდეო მაქსიმალურად ამოვწურეთ, იმიტომ რომ სალაპარაკო უკვე აღარაფერი არ გვაქვს, მაქსიმალურად ეცადეთ გაგვეცნოთ ჩვენი თავი თქვენთვის. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ მე ვარ ლუკანა ფეტვარიძე, იგივე ნაფო, TikTok celebrity, და უბრალოდ ლამაზი ბიჭი. მე ლამაზი ვარ. და ჩემთან ერთად იმყოფებოდა თენგო განცაძე, იგივე იგივე. ენო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწვიოთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დღევანდელი ვიდეო ამით ამოიწურა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. სულთან. ეგა